ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის დღიდან 2 წელი შესრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს 7-ვე ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამგეს. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თანაგზნობის წერილების გადასცეს. რუსთაველი ჯარისკაცის მიხეილ ნარინდოშვილის საფლავი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებთან და მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახის წევრებთან ერთად რუსთავის მერმა დავით ჯიქიამაც მოინახულა. დღესვე დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში. პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 52 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი, ზურაბ გურგენაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილი, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი და თეიმურაზ ორთავიძე მიამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ავღანეთში 2013 წლის 6 ივნისს დაიღუპნენ. საქართველოს შეეძლო მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იბრძოდა და ქართულ საქმეს აკეთებდა და პირველად დაიღუპა ამ ადამიანთან და 7 ადამიანი და 6 ადამიანი დაიღუპა კიდევ და დღეს არის მათი გარდაცვალების 2 წლის თავი და მე ამის კიდევ ერთხელ გამოვთხოვ სამძვინოს ნამდვილად გმირები იყვნენ ეს ადამიანები. მე-4 ქვეითი ბრიგადაში ვიყავით ერთად, მსახურობდით ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ბაზის აფეთქებასთან დაკავშირებით. დაიღუპა 7 ადამიანი და ერთ-ერთი იყო მიხეილ ნარინდოშვილი, ძალიან მოწესრიგებული პიროვნება, როგორც სამოქალაქოზე, ისე ჯარში.